მიწვიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სახნავს ათასის სამუშაოები გრძელდება. ქობულეთში სულ 6 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მუშაობს, 5-ვე მუნიციპალიტეტისა და ქალაქის შემორჩენილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს 26 ერთეული ტექნიკა მოემსახურება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქობულეთის გამგებელი გაეცნენ. მათი განცხადებით აღნიშნული სამუშაოები აგროვადებში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის მთლიანად აჭარაში მინდა გითხრათ, რომ სულ 80% სამუშაოებისა შესრულებულია. დაახლოებით 1200 ჰექტარი არის დასახნავი და მოსავლელი. აქედან 800-მდე უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის არის ქობულეთში წარმოდგენილი. ამ ეტაპისთვის სულ 500-მდე ჰექტარი დახნულია ქობულეთის რაიონში მხოლოდ. დარჩენილია დაახლოებით სულ ჯამში მთელ საჭარაში 400 ჰექტარი. ტარდება აგროვადებში და აგროწესების სრული დაცვით. თქვენ როგორც ხედავთ, ერთდროულად მიმდინარეობს ყველა სამუშაოები და მე დარწმუნებული ვარ, ქობულეთელი ფერმერებს წელს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ექნებათ. აქ იხვნება ბარათებით, აგრობარათებით, რომელიც როგორც იცით, თქვენ ფერმერებს დახმარების სახით გადაეცათ, თუმცა ფიზიკური პირების მიერაც ხდება ხელშეკრულების გაფორმება შპს მექანიზატორთან და მასივში ხდება მათი ტერიტორიების დახმა. დღეს მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩაქვში შპს მექანიზატორის მიერ შეძენილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მისაბმელიანი შესაშხურებელი აპარატები დაათვალიერეს. ეს ტექნიკა წელს პირველად გამოიყენება. ფერმერებმა აპარატებით უკვე ისარგებლეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტექნიკა გამოიყენება როგორც ციტრუსის, ასევე ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების შესაწამლად. მისაბმელიანი შესაშხურებელი აპარატები რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტის ფერმერებს მოემსახურებათ. 25 ერთეული ახალი შემასრულებლები, 5 ერთეული ჩვენ გვქონდა ადგილზე, სულ გვაქვს 30 ერთეული. ეს 30 ერთეული შემასრულებლები გადანაწილებული იქნება მუნიციპალიტეტების მიხედვით. ქობულეთში და ხელვაჩაურში იქნება ყველაზე მეტი რაოდენობით დარჩება, იმიტომ რომ ციტრუსის ბაღები აქვს შესაწავლი. ანალოგიური იქნება გადანაწილება შუახევში და ხულოში, სადაც კარტოფილი აქვს შესაწავლი. წამლობითი ღონისძიება, ანუ შეწამლვა არ იქნება თანადაფინანსებით. გლეხი ბარათით, აგრობარათზე მას აქვს ქულები და ამით აიღებს იმ აგროქიმიკატებს, რომელიც უნდა გამოიყენოს მან, შეღავათიანი ფასებით იქნება მომსახურეობა. ხარს უსვამ კიდევ ერთხელ, ხარისხობრივი მაჩვენებლებით იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს დანადგარები გახსნათ დისპერსიული შემსხურებლებით, თავისი მაღალი წნევის წელამილებით, თავისი გამფრქვევებით.